გამარჯობა, ჩემო ძვირფასო გამოწერებო და მაყურებლებო. და ეს სამსახურიდან ცოტა ადრე გამოვედი 5 საათზე და ძალიან ბედნიერი ვარ. მოვაბიჯებ ეხლა ამ ულამაზეს უბანში. სიმშვიდეში და სიწნარეში. საიდან გავიდეთ ახლა აქედან. ძალიან დაგვიცხა ამ კვირაში აღნიშნავ ჩემს დაბადების დღეს. მე მგონი პირველად მიხარია ასე ძალიან ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. არ ვიცი რატომ. ხო და ერთი სული მაქვს. და ეხლა გადავწყვიტე რომ შევიძინო ფეხსაცმელები, რომელსაც დიდი ხანია თვალი დავადგი და ჩემთან საჩუქარი გამოვკეთო. ხა გაჩვენებთ ფეხსაცმელს. მოვედი ავტობუსის გაჩერებაზე. ეს ქუჩაც ძალიან მიყვარს, ძალიან ლამაზია. ყველგან ფასდაკლებებია. აი, ყველგან. აი, ჩემი მაღაზია მოვედი. აი ესეთი შევიძინე. ახლა მოვიგებ ზუსტად ზომას, იმიტომ რომ შევუკვეთე და უნდა ჩამოსულიყო ჩემი ზომა და ნახოთ აბა როგორ მექნება. ვიდე კარგად რეკნება. მაქვს ძალიან გასიებული, მაგრამ მაინც ლამაზია. დღეს მე და ორიკო გამოვედით ზღვაზე ამ წელს პირველად, როგორც იქნა გამოვახციეთ. გუშინ მუშაობდი, გუშინ პარასკევი იყო მუშაობდი და ვეღარ წამოვედით და დღეს შაბათია. ჩვენ შაბათობით არ დავდივართ ხოლმე ზღვაზე, პარასკევს გვიყვარს, მაგრამ იმის გამო რომ მუშაობდი, დღეისთვის გადმოვიტანეთ, იმიტომ რომ იქით კვირაში ვერ წავალ სავარაუდოდ პარასკევს. ნახოთ, შეიძლება წავიდეთ, შეიძლება ვერა. არ მუშაობ, მაგრამ რაღაც სხვა გეგმები გვაქვს. და ჩემი დაბადების დღეა, უფრო კონკრეტულად. და არ ვიცი, ხა დილდანვე ზღვაზე გავარდნა მინდა თუ არა, არ ვიცი, თან ალბათ ძალიან ეცხელება. უკვე ცხელა. არ ვიცი, დღეს 8 საათზე ავდექით, რომ ვიფიქრეთ, რომ რაც შეიძლება ადრე გავიდეთო ზღვაზეო, მაგრამ აგერ უკვე 10 საათია და ძლივს გამოვახციეთ სახლიდან, არ ვიცი, რას ვაკეთებდით, ბოდიალობდით. ორივე, ნუ ვისაუზმეთ ერთი ეგ არის, რაც მე მგონი ცუდი არ არის. ჩვენი სანაპირო პლაჟი დავდივართ ხოლმე დაკეტეს. დაკეტეს, ანუ უბრალოდ მანდ იყო ხოლმე ერთი ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადგილი, მანტარეი ერქვა. ზღვის საზღვაო ბარი ესეთი რაღაც. და ქონდათ უგემრიელესი სასმელი, უგემრიელესი საჭმელი. და ძალიან კარგი იყო ხოლმე მან სიარული მაგ ადგილის გამო, მაგრამ ძალიან ძველია, ძალიან ისე დიდი ხანი უკვე 25 წელი არსებობდა ეგ ადგილი და მისმა პატრონებმა თქვეს, რომ აღარ შეგვიძლიაო და გაყიდეს. ამიტომ ეხლა სხვამ შეისყიდა, იმიტომ რომ ეგ ადგილი არის, არ ვიცი, საუკეთესო, ვინც იყიდა გაუმართლა მაგრად, ზამთარ ზაფხულ, მან თუ ხალხია. სამწუხაროდ მანდ ვეღარ მივდივართ. თან დღეს ხო შაბათია, შაბათობით ხო არ არის ტრანსპორტი ისრაელში, მაგრამ ფუნქციონირებს შაბათის ავტობუსი რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში. გიოტაიმიც ერთ-ერთია მათ შორის და გადავწყვეტ, რომ მაგ ავტობუსით წავიდეთ. თანაც ეს ავტობუსი უფასოა და ჩვენ სახლთან მოდის აგერდა. ხო, წეღანი და დილით ისე ძალიან არ ცხელოდა, როგორც ეხა და მაგიტომ მინდოდა, რომ ადრე წავსულიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა სამწუხაროდ. ხალი სახლი ააშენეს აქ. ისე მაინტერესებს, როგორი პროექტია.
და რა ღირს? აი 705 ავტობუსი ნომერი, ავტობუსი. ეგ არის შაბათის ავტობუსი. ოჰო, ძალიან ცხელა. ესეც ჩვენი სუპერი. ეს კამებიც ახლა გააკეთეს. ბანკი, იქით პოსტა. ძალიან კაი ადგილია, ყველაფერი აქვეა. იდეალური ადგილია, მართლა გივა ტაიმში საცხოვრებლად. აქეთ ბოსტნეულებია, მაღაზიები 1000. ძალიან კაია. ამ ადგილს ალბათ არაფერზე არ გავცვლიდი. მაგრამ მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე სახლის შეცვლაზე. მე უფრო ხშირად ვიდრე ორი. მე არ მომწონს ჩვენი სახლი. ძალიან მიყვარს, მაგრამ არის რაღაც მიზეზები, რის გამოც არ მომწონს და ძალიან მინდა რომ შევიცვალოთ. ეხლა ერთი წელი ვფიქრობ, რომ არ შევიცვლით, იმიტომ რომ კონტრაქტს ვადაგასდის სექტემბერში და ჩვენ პატარას ველოდებით შემოდგომაზე ზუსტად. და ეხლა თან ახალშობილი და თან სახლის გამოცვლა თან ბევრი ნამეტანი იქნება, ამიტომ მე გადავწყვიტეთ, რომ ერთი წლით მაინც გადავდოთ სახლის გამოცვლა. პარკეტი მინდა, არა პარკეტი არა, მინდა რაღაცა ყავისფერი ლამინატი მაინც იყოს სახლში, მეზიზღება ეს ბატიბუტი იატაკი. გაჩვენებთ, რასაც გულისხმობ, ეს ისრაელის სახლებისთვის სრულიად დამახასიათებელი იატაკია, მაგრამ არ მომწონს და რა ვქნა, რომ არ მომწონს. ბატიბუტს ეძახიან, ესეც ცნობილი სახელია. და მინდა მზე სახლში. Готов естествено бэх. Aber зело ярок. ეს მგონია სკოლაში ვარ და ექსკურსიაზე მივდივარ. Do you hear that? My sanity about to break while everyone I know's out. On a trip, on a boat, on a lake. I'm tired of feeling all FOMO, babe. I don't even care if we stay home. Put our to-do list on ice. We crank the AC to 79 and make a little island right here. And there ain't a palm tree in sight, but there's not a cloud in your blue eyes. If we need a drink, I'll be the bartender. I got a fifth of Patron and a blender, baby. Slipping on a swimsuit is overrated. We don't need a beach to get a half naked. Life's too short, let's not waste it. Cause paradise is wherever we go. შესვლა არ შეიძლება წყალში, ნახეთ სულ შავი დროშებია, მხოლოდ აი იქით. სულ ესეა ის ზღვა რა. არას დროს შესვლა არ შეიძლება. რაღაც კონკრეტული ადგილებია, სადაც იქ შეიძლება შესვლა და იქაც ჭყლეტვაა ხოლმე და ჭედვა. Blue crush up on the 85-inch sound machine when we wanna hear the ocean. I think everything we need is right here. And there ain't a palm tree in sight, but there's not a cloud in your blue eyes. If we need a drink, I'll be the bartender. I got a fifth of Patron and a blender, baby. Slipping on a swim. ცხელა, მაგრამ ზღვაში და ზღვის პირას საკმაოდ სიგრილეა, იმიტომ რომ სიგრილე რა ქარია, სასიამოვნოა. ქარი როა ძალიან შველის ასწორებს. საერთოდ არ მცხელა ეხლა აი აქ. და იქ რო წევართ შეზლონგზე საკმაოდ სიცხეა. კაი, რუჯი კარგი იქნებოდა. საცურაო კოსტიუმი ძალიან მომწონს, ძალიან კომფორტულია. და ფერზეც ვგიჟდები, როგორი ხასხასა ვგიჟდები, ისე მომწონს. და ძალიან სიამოვნებს, ძალიან სასიამოვნო ნაჭერია. ძალიან სიამოვნებს რომ აცვია. მედუზებიც არის წყალში, აგერ ხედავ ერცალს, ბაწაწინას. მალე ალბათ ჩემი ფეხის თითებსაც ვეღარ დავინახავ. ჯერჯერობით ვხედავ, მაგრამ ესე თუ ვდგავარ ვერ ვხედავ.
Dani meotsa meach. Bednierები ვართ საჭმელად მოვედით. შესაბამით მან აქვს. დასაბანიც. ეს ზუსტად 5 წუთი გამიძლებს. მაგრამ მაინც რაღაცა ლამაზი ფორმა ექნება და იმას კი ჯობია. რაც მქონდა აქამდე მithumetes ჭაღარები აღარ მაქვს. ძალიან დიდი ბოდიში ისე წამოწოლით რო ვარ თქვენთან ეხა ვერ ვხედოთ, მაგრამ ფაქტობრივად 2 სკამზე ვწევარ. ასე ვერ დავდგები ვერანაირად, იმიტომ რომ ძალიან გასებული მაქვს ფეხები და ზოგადად ძალიან გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული რა, ეხა ბევრიც გაბრაზებული ვიყო. არაფერი არ ეშველება. არაფერს, მაგრამ ახალი ფეხსაცმელი ხო ვიყიდე. ხო და ფეხები ისეთ დონეზე მაქვს გასებული, რომ გვერდზე დამრჩება ეს ჩემი ლამაზი ახალი ფეხსაცმელი. ამიტომ სახლში რომ მოვედი, ზერ სამსახურიდან 5 საათზე გამოვედი. სანამ სახლში მოვედი, გახდა 6:30. წავედი, თმა შევიღებე, ხო? და მოვედი და ნაცვლად იმისა, რომ რაღაცნაირად ესე საფუძვლიანად მომზადებულიყავი დაბადების დღისთვის და აღსანიშნავად გოგოებთან ერთად გასასვლელად იძულებული ვიყავი, რომ აუცილებლად ფეხები ესე ზევით დამელაგებინა, რომ რაღაცნაირად იქნებ ეშველოს და ჩამიცხრეს, თორე დაახლოებით 40 წუთი ვიდექი ვიწექი სატოლზე და ფეხები ესე კედელზე მქონდა დალაგებული და ცოტა ჩამიცხრა მე მგონი და ეხა აღარ მინდა რომ დავდგე და ისე გავიგეთო მაკიაჟი რომ იქნებ ამასობაში კიდევ უფრო ჩამიცხრეს და მეშველოს. არც ძალიან მინდა იმ ფეხსაცმლის ჩაცმა, იმიტომ რომ ესე მგონია ძალიან მოუხდება იმას, რასაც დღეს ვიცვა. გასებულ ფეხებს ისიც დაემატა, რომ ძალიან მინდოდა ამ კვირაში ლაქის წასმა. დაფრთხილების მოწესრიგება, მაგრამ ორჯერ გამიუქმა ჩემმა ძვირფასმა სპეციალისტმა რიგი, ამიტომ იძულებული ვიყავი, რომ ჩემით რაღაცა მომეხერხებინა. გუშინ წინ მქონდა რიგი აღებული, მაგრამ გამიუქმა ვერ მივიღო. აი, მესმის, არ არის პრობლემა. ისიც მესმის, რომ მეორედ კიდე გამიუქმა, ხა რა სიმძა მქონდა რაღაც მიზეზები, მაგრამ მეორეც გამიუქმა. და ასენად იმედი მქონდა, რომ მიმიღებდა, მაგრამ სამწუხაროდ არა. და ესეც გვერდზე დამჩა. კაი, ხელზე რაღაცა მოვახერხე და კიდე კაი სახში რაღაცა ლაქი მქონდა და წავისვი გუშინ. მაგრამ გიცდიათ ორსულობის პერიოდში ანუ ლაქის წასმა ფეხის თითებზე თუ არა, მაშინ ვერ გამიგებთ. ძლივს წავისვი ხალხო, ძლივს დავიტანჯე რა, რასაც ქვია. არა და ლაქის გარეშე ვერ ჩავიცვამდი ვერანაირ ფეხსაცმელს, იმიტომ რომ ხა ყველანაირ ღია უნდა ჩავიცვა და ამ ყველაფერს კიდე ის დაემატა, რომ რესტორანში სადაც მივდივართ, ნამდვილად არ ვიცი, კი უკვე ნამყოფები ვართ მანდ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი თუ იქნება რამე საჭმელი, მაშინ ცელიაკი არ მქონდა დადგენილი და დასტურებული. თუ იქნება საერთოდ რამე საჭმელი, რასაც შევჭამ. ცელიაკის კიდევ ფეხმძიმობა და ემატა ძალიან გამირთულდა და საერთოდ ძალიან მიჭირს სახლის გარეთ, ანუ გარეთ ჭამა. ზოგადად, ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ხოლმე. ნუ მაქსიმუმ ალბათ სალათი მაინც იქნება რამე და მაგას შეჭამ. იცით რომელი საათია? 9:15 წუთი. ზუსტად. აბა გამოიცანით, რომელ საათზე უნდა ვიყო რესტორანში. აბა თუ გამოიცანით. რა თქმა უნდა 9-ზე. როგორ ვაპირებ რესტორანში წასვლას მე ყოფნას 9 საათზე არ ვიცი. თან დაგვიანება არ მიყვარს. რო ვაგვიანებ ვისტრესები. ეხა ამდენ სტრესს კიდე ეგეც აღარ მინდა რომ დავამატო რა. დაგვიანების სტრესი. ხოდა ეს ნერვები მოშლილი ვარ.
თავარია ეს საშინელი კონტური, რომელიც წამისთვის სახეზე გავისწორო. ხო და ამის გამო რომ ეს ფეხები უნდა დამესვენებინა, ვერც მაკიაჟის ნორმალურად გაკეთებას ვასწრებ. რითიც ვიყავი დილით სამსახურში წასული, იგივე მაკიაჟით მივდივარ ფაქტობრივად ეხაც. რაღაცებს დავიმატებ, გავიმუქებ და ეგ არის. სხვა არაფერი შემიძლია. მაკიაჟს ვარჩიე ფეხსაცმელი რა ვქნა. მთელი კვირა სადილის გაკეთებაც კი ვერ მომისწრია ხალხო, ისეთ გადარბენაზე ვარ. აი გოგოები უკვე იწერებიან. მე კიდე შემოსკუპული ვარ ამ სკამზე და რა იქნება არ ვიცი. მეტი არაფერი აღარ მინდა, ეხა თვალზე რა წავისვა. მოდი ისე ჩემს საყვარელ ხო კიდე რა უნდა მეთქვა ხა ეს რომ დავინახე გამახსენდა. ყველაფერი ხელიდან მივარდება ამასობაში. აგერს დავლეწე, ჩემი დიორის პალეტა. კიდე რაღაც დიორის თვალის ჩრდილი მქონდა, ისიც დავლეწე. ხო და ძალიან შეწუხებული ვარ. ყველაფერი ხელიდან მივარდება, ხო ალბათ რა ვიცი, ორსულობის ბრალია? არ ვიცი. როგორ მიყვარდა ეს პალეტა და ეხა არაფერი აღარ შემჩა ამისგან. როგორც იტყვიან, ჩვენი ჭირიც წაუღია. კიდევ კარგი ეს თმა მაინც მოვიწესრიგე. ესეც გასაცლელი მაქვს. ყოჩა. კიდევ კარგი ახლოა ეს რესტორანი, თორე ალბათ ხვალ მივიდოდი ჩემს დაბადების დღეზე. წარმი დავაფიქსირო, რომ არ ჩამომეშალოს დაბლა ყველაზე მეტად ეგ არ მიყვარს. აბა გამოვცადოთ ახალი უდრი. სახეზე მეგონი ძალიან რუჯი მაქვს და არა და ფითქინა ვარ. ჩემს პატარა beauty blender-ს ავიღებ. მორჩა. ეს არის და ეს აურზაურია და ამ აურზაურს ჩვენ მივხედავთ რა საკვირველია ხვალ დილით. ან საღამოსო დაბრუნდები ვნახოთ როგორ ხასიათზე ვიქნები. 2 წუთი მაქვს და უნდა გავემზადო, უნდა ჩავიცვა აუცილებლად. მოგთხარით თმა 2 წუთში დამეშლება თქო. კაი, სანამ მივალ შეიძლება რაღაცა ფორმა შეინარჩუნოს. ჩავიცვა, გავარდები და ალბათ იქ დაგენახებით უკვე. ტუჩსაცხს მერე წავისვამ. ეხლა დაბრუნდი სახლში, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ხაროთ არ ვიყო, იმიტომ რომ 11 საათზე დაიკეტა რესტორანი. დაიძულებულები ვიყავით, რომ სახლში უკვე დაბრუნებულიყავით. გამოგვყარეს ფაქტობრივად. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყო და კარგი დრო გავატარეთ. ეხლა კი დაიწყო ჩემი ნამდვილი დაბადების დღე.
ხვალაც რაღაც გეგმები მაქვს, ჩემი მეგობარი უნდა ვნახო დილით, მე და ორი მივდივართ ერთად სადილზე, რომანტიულ ბაღშამზე და ესე დამთავრდება სავარაუდოდ ჩემი დაბადების დღე. Jonathan, nu heb daar ook graag. Nu in maat, recht in matcha? Stop. זה לא גלוטן, כדי שהיה. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის ჩემი დაბადების დღე ოფიციალურად და ეხლა მემზადები, რომ ჩემს მეუღლესთან ერთად გავიდე სადილზე. ამისთვის რა თქმა უნდა დაგვჭირდება ცოტა გალამაზება. დღეს სახე გავიწმინდე, მაგრამ დავიბანე კარგად დასაბანი გელით, მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიწმინდო. იმიტომ რომ გასული ვიყავი, როგორც ნახეთ, თან ბრჭყილები გავიკეთე და არ ვიცი, რამ შთამაგონა ესეთი ბრჭყილები, გაკეთება. რა თქმა უნდა, მეჩქარება და მაგვიანდება, იმიტომ რომ მეძინა. რო არ დამეძინა, გავგიჟდებოდი, ძალიან მეძინებოდა. სწორი გადაწყვეტილება იყო ნამდვილად ეს 40 წუთი თუ 30 წუთი ძილი. სულ არაფერს კი ჯობია. დღეს ამ სტიკაბა მაცვია, არ ჩანს ახლა ვიდეოში, მაგრამ მე გაჩვენებთ. არ შემიძლია ამ ბლოგში არ აღვნიშნო. მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის, ჯერ პირველი რომ მოლოცვისთვის და მეორე იმისთვის, რომ ყველა, რა თქმა უნდა, ხა ქალბატონების უმეტესობა შეამჩნევ და რა თქმა უნდა, რომ მე ფეხში მეტ ვიყავი და კაცი შულს ხარ ამოუღია მართლა. ძალიან ვაფასებ ამას მინდა გითხრათ და ძალიან მიხარია, რომ ესეთ კარგ გარემოცვაში ვარ YouTube-ში. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, გოგოებმა ძალიან გამახარეს ყვავილებით, რასაკვირველია და არა მარტო ყვავილებით. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ძალიან კარგი იყო. ერთადერთი მინუსი, რაც ვერ გავითვალისწინეთ და არ ვიცოდით და ვერ გავიგეთ, იყო თუ შევავიცოდი და აღარ მახსოვდა, იყო ის, რომ რესტორანი იკეტებოდა დაახლოებით 12-ის ნახევარზე, 11-დან 12-ის ნახევრამდე. ჩემი დაბადების დღე არის დღეს, ანუ გუშინ ფაქტობრივად ვერ შევხვდით ჩემს დაბადების დღეს ერთად წუთები აკლდა 12-ს რომ დავიშალეთ და მანამდე სადღაც ესე 12-ის ნახევრისკენ აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე, ესე გამოვიდა, იმიტომ რომ ეს რესტორანი სადაც ვიყავით არის საცხოვრებელი სახლის ქვემოთ. და არ შეიძლება მან 11 საათის მერე ხმაური, ამიტომ გარეთაც რომ გამოვედით, სადღაც ესე 12-ის ნახევრისკენ დაცვა დაგვდოდა და გვეჭხმებოდა. არ იხმავროთ, თორე ჯარიმაა ძალიან სერიოზულიო, მაგრამ ჩვენ ცოტა ხმაურობდით და ბოლოს გამოყარეს. გუშინ კიდე რა დამემართა, ვერც კი წარმოვიდგენთ, ეხლა გოგოები რომ ამას გაიგებენ, გაგიჟდებიან. როცა სანამ გავიდოდი, 2 ტუჩსაცხი ჩავიდე ჩემს ჩანთაში, ზუსტად მახსოვს. თან ვფიქრობდი, რომ ერთი YSL-ის, რომელიც პოლონეთში ვიყიდე, მაგაზე ვფიქრობდი, რომ მეთქი უეჭველი ამომივარდება რა. ხელები დამივარდება თქო ყველაფერი, ხო ვამბობდი წინა ვლოგში. ხა ესეც ხელიდან გამივარდა და რანაირად ვერ გავიგე. ორსულობის ბრალია ეტყობა. 1 საათის შემდეგ რომ მივედი, დავიწყე ამ ტუჩსაცხის ძებნა ჩანთაში და ვერ ვიპოვე. ვეძებ, ესე იგი შევაწუხე ყველა გარშემო, აბა ესე ჩანახეთ, ეძებეთ. ან ჩემი რაქალები ესე მაგიდის ქვეშ ეძებდნენ და ანუ მთელი 1 საათი სუძირს ვიხედებოდი, მეთქი ალბათ დამივარდა ჩანთან, ამომივარდა და გაგორდა სადღაც და ალბათ ფარდის ქვეშ არის, ან სავარძლის ქვეშ არის. მოკლედ, ვერ ვიპოვე ეს ტუჩსაცხი და ძალიან გული დამწყდა, საერთოდ არ მიყვარს ნივთების, ვის უყვარს ახლა ხო? არ მიყვარს ნივთების დაკარგვა და მით უმეტეს სულ ახალი იყო, ფაქტობრივად მაშინ გავხსენი და წავისვი პირველად ეს ტუჩსაცხი და ძალიან მომწონს. კაი, გამოვიტირე ეს ჩემი ტუჩსაცხი და ვიფიქრე, ჯანდაბას მაინც მივდივარ ახლა საქართველოში მალე და ვიყიდი duty free-ში თქო. ჩაიდედა შვილი მეუბნება უეჭველი სახლში გაქვს, მეთქი შანსი არ არის რა.
აი შანსი არ არის მახსოვს რომ ჩანთაში ჩავიდე 2 ცალი მქონდა თქო და ისიც მახსოვდა ზუსტად როგორ და სად ჩავიდე მოკლედ მოვედი სახლში ჩემ ქმარს შევტირე მეთქი ძალიან კაი დრო გავატარეთ ესე მაგრამ ჩემი ტუჩსაცხი ახალი დავკარგე თქო მე დამირე გადავედა ის ღემომილოთა დედასაც შევჩივრე და ბოლოს უკვე რომ მივხვდი რომ რა აღარაფერი აზრი ქონდა და შევეგუე იმას რომ ნამდვილად დავკარგე ტუჩსაცხი შემოვედი საბაზაროში გამოვაღეუჭე და ჰოი საოცრება ბრავს ვხედავ ჩემს YSL-ის ძვირფას გლოს მომეშალა ნერვები კი გამიხარდა რომ ვიპოვე მაგრამ კიდევ უფრო მომეშალა ნერვები კიან დედა ჩემი წერს გული მისკდება სხვა ვიღაცეები და რაღაცეები არ დაკარგო მაგაზე არც ის მაგრამ მეც გული მისკდება ბავშვისადმი არ დამრჩეს დაბნეული არ ვარ არც არაფერს ვკარგავ მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვეულებრივი სკლეროზი მაქვს ყველაფერი მავიწყდება და ყველაზე სასაცილოა რა არის ჩემი ერთ-ერთი დაქალი არის ფეხმწიმეთ კიდე და მხოლოდ მას გაუმხილა საიდუმლო რომ მეთქი არ გამთქვა თქო მაგრამ მე ვიპოვე ჩემი გლოსი თქო და ცოტა ხანში ჩემი დედაშვილი მწერს რომ რაკენიო იპოვეო მოვატყვე ანუ იმდენად შემრცხვა ჩემი თავის ეხა კი გაიგებს რომ ვიპოვე მაგრამ მოვატყვე რომ არა მეთქი რა ვიპოვე კაცო აპატიანანო რომ მოგატყვე და იმდენი ვიცინე მე ამ ტყუილზეც რომ აი არ ვიცი რა ხო და ხა აღარ მიმიწერია და ამ ვიდეოთი გაიგებს რომ აი ეს საშილად მოვატყვე ბრუტალურად საკუთარი დედაშვილი თან შემრცხვა არავისთვისაც აღარ მithქვამს რომ ვიპოვე თქო და კიდევ კაი ჩემი დაქალი რომელიც 2 საათი მაგიდის ქვეშ იძრომიალა და ამას ეძებდა ქართული არ იცის არ კი უყურებს ხოლმე ჩემს ვიდეოებს მაგრამ ეხლა რო არ იცის ქართული არ ესმის და ვერ გაიგებს იმეც ვიტოვებ რომ ეს არის ფეხმძიმობის გადმონაშთი ბრალი კიდე რაღაცა მომეყოლა თქვენთვის მაღაზიაზე რაც სადაც ფეხსაცმელები შევიძინე ძალიან არ მიყვარს მაგ მაღაზიაში მისვლა რაღა დაგიმალოთ მაგრამ რა ვქნა რომ ფეხსაცმელი ძალიან კარგი აქვთ მან ყოველთვის მართლა რაც კი ოდესმე მომისინჯია და გამიზომია და მეორე წყვილი რაც მაგათთან შევიძინე ქუსლიანია ის ფეხსაცმელიც და ძველი სამსახურიდან ფეხით მოვდიოდი ხოლმე სახლში აი მაგ ქუსლიანი ფეხსაცმლით იმდენად კომფორტულია რომ საერთოდ ვერ ვგრძნობდი რომ რაღაცა ქუსლიანი კი არა რაღაცა საერთოდ ფეხსაცმელი მეცვა. ეგ ფეხსაცმელი მახსოვს რომ გამოვიწერე ისე რომ არ გამისინჯა, მაგრამ აი ეს მეორე წყვილი რაც ვიყიდე ახლა მაგაზე მივედი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ჩემი გასიებული ფეხი ჩამეტევდა თუ არა და ზუსტად რომ მივედი, კარგად მქონდა ჩემი ფეხი გასიებული. მე თელავივშიც ვიყავი იგივე მაღაზიაში, მაგრამ აი გივატაიმში ისეთი საშინელი სერვისი ქონდათ. ორჯერ ვიყავი, ერთხელ მოსინჯვას, ერთხელ რომ ნახე ფეხსაცმელი და მეორედ უკვე რომ წამოვიღე და ორივეჯერ აი რაღაცა ძალიან რაღაცნაირად აი არ მიყვარს ეგეთ მაღაზიებში ზოგადად მისვლა, სადაც კარგი გარემო არ მხდება, კეთილგანწყობილი. არ ვიცი რასთან არის დაკავშირებული აი ეს მათი ეს ამპარტავნული ქცევა და ზოგადად კომენტარები და ასე შემდეგ. თითქოს ამ კონსულტანტების იყოს ეს ბრენდი და ეს მაღაზია, არ ვიცი რა ხდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებს, ვინც კლიენტთა მომსახურებაში მუშაობს ზოგადად აუცილებლად თუნდა იყოს ჩემი აზრით უშუალო, კეთილგანწყობილი და არანაირი ისე ზევიდან ყურება მოკლედ რაღაცეების გამო. ხო და შესაბამისად ამ მაღაზიაში ხალხიც ანალოგიური დადის და ვითომ თან მაღაზიიდან რომ გამოდიან გონიათ ხოლმე რომ რაღაც მაგრები არიან. რომ მაგ მაღაზიაში ყიდულობენ რა. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც რაღაცა მატერიალური შესაძლებლობების გამო ან რაღაცა სტატუსის გამო შეიძლება ზევიდან გიყურებდნენ. მაშა? ოლო.
Oh no. Ma? Oh no. Ვაიმე 7 საათია. 15 წუთში უნდა წავიდეთ. ვახეცი? კენ? შემქარს ეგონა რომ 8 საათზე უნდა ყოფილიყავით. არა და წეღან ვუთხარი რომ 7-ის რის ნახევარზე თქო. წეღან ზუსტად 1 საათის წინ. აი, ლაქლაქის დრო აღარ არის. მოდი, მაინც წავისვამ ფანქარს. თუ ფაქტობრივად მზად ვარ ერთი ფეხსაცმლის ჩაცმაღა მინდა და ეგ არის. ლამაზი ფოტოები არ მაქვს ორსულობის და ვფიქრობ, რომ საქართველოში გადავიღო. შენს მეუღლეს ძალიან უნდოდა რაღაც ისეთ რესტორანში წავსულიყავით და მეთქი წელს გამორიცხე თქო, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი საჭმელი რაც თან დაჯავშნა სადღაც რესტორანში ადგილი და რო გადავრეკე მერე ფეხმძიმებისთვის და ცელიაკებისთვის სულ რაღაც 4 კერძი იყო მენიუში, ამიტომ ვუთხარი რომ გამორიცხე თქო მომავალი წლისთვის ან შენი დაბადების დღისთვის გადავდო თქო, იმიტომ რომ ვერ ვსვავ, ფაქტობრივად ნორმალურად ვერ ვჭამ. რა აზრი აქვს ახლა რომ ამ ხელა ფული მივათხლიშოთ რესტორანში. ამასობაში ჩამომაბნელდა. ეხლა ვცბად ტუში და ეგ არის და ტუჩსაცხი. იმედი ამჯერად მართლა არ მომეჩვენება რომ რაღაცა დავკარგე. დავბრუნდით სახლში არაჩვეულებრივი ვახშმიდან, სამწუხაროდ DJ-ა ესწაღება და მავიწყდა. ესეც ალბათ ფეხმძიმობის ბრალია. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, განსაკუთრებით ძალიან მომეწონა ის მთავარი კერძი, რომელიც მე შევუკვეთე, ჩემ ქმარს ძალიან ისე რა მოეწონა, ნორმალურიაო, ცუდი არ არისო, მაგრამ მე ძალიან მომეწონა. ეს იყო ხორცის კერძი, მაგრამ იცით რა ქონდა? თითქოს ქონდა ტყემალი соусად, ოღონდ, აი მხოლოდ წარმოიდგინეთ ტყემლის соуსი, ოღონდ ყოველგვარი შეზავების გარეშე, რავს გულისხმობთ, აი ყოველგვარი მწვანილის გარეშე და ეს მწვანილი აი ამ соуსზე ცოცხლად ელაგა ზევიდან და ეს ხორცი უნდა გეჭამა ამ სალატთან და ტყემლის соуსთან ერთად და ვაუ, აი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო კერძი იყო, რაც ამებოლო 1 წლის განმავლობაში მიჭამია. დავბრუნდებოდი კიდე მაგ რესტორანში, თუ მენიუს განაახლებენ აუცილებლად. ხო, ერთი რაღაც რაც ძალიან გამიხარდა, როგორც კი მივედი, რა თქმა უნდა, უთხარი, რომ ანუ აუცილებელია რომ გავფრთხილ მივიტანი, რომ გაქვს ცელიაკი არასაკურველი და ხარ ფეხმძიმედ. და მითხრა, რომ ჩვენი შეფის შვილიც შვილსაც ცელიაკი აქვს, ამიტომ ბევრი კერძის შეცვლა და მორგება ცელიაკიანზე შეგვიძლია და ძალიან გამიხარდა და მართლა იყო საკმაოდ ფართო არჩევანი განსაკუთრებით მთავარ კერძებში. დასრულდა ჩემი დაბადების დღე. შაშან თუ გახსოვთ, ჩემს დაბადების დღემდე 1 დღით ადრე დასრულდა ზუსტად ომი. რაღაცა ისე მაინც რაღაც უხასიათოდ ვიყავი. მახსოვს დაიწელს, რაღაცა უფრო ცოტა ხალისიანად ვიყავი. შარშანდელთან შედარებით, თან შარშან გოგოებთან ერთადაც ვერსად ვერ მოვახერხეთ გასვლა, სახლში ვიყავით, ჩემთან მოვიდნენ, თუ გახსოვთ, ვლოგიც მიდევს ამაზე. ისიც კარგი იყო, მაგრამ ესეც კარგი იყო. მომავალ წელს სულ განსხვავებული დაბადების დღე მექნება.
უკვე სხვა ამპლუაში. ჩემები არ მინახავს. სოშორს ხვალ მამას დაბადების დღეა. არ ვიცი ზუსტად შევძლებთ თუ არა გასვლას და სტუმრობას ხულონში. ამასობაში ჩემი ამ კვირის ვლოგით დასასრულს მივუახლოვდა. დიდი მადლობა ვინც მიყურეთ და მისმინეთ. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა თუ არ გაქვთ ჯერ გამოწერილი და შევხვდებით შემდეგ შაბათს. დროებით